მშობლები არ უაძლევთ ხოლმე შვილებს შეცდომის დაშვების უფლებას. წეგან თქვით ასეთ სიტყვები, რომ თითი თუ არ დაიწვა, არ ეცოდინება ცეცხლი რა არის და აქაც მე მგონი ვამლაშებთ აშკარად რა, რომ აი ეს არ გააკეთო, მე გავაკეთებ ყველაფერს, მოკლედ ჩვენ უკეთებთ, თანამედროვე მშობლები ალბათ მით. სამწუხაროდ კიდე გეუბნები, რაც უფრო მოჭერილად ზებედავდი, ის აუცილებლად გახეთქავს იმას და რაღაცა ფორმით ან ბავშვობაში, ან დიდობაში გამოავლის სადღაც ის, რაც არ მიეცი და არაითვis. ახლა ეს ჩემი სიტყვები არ არის, ყველა ფსიქოლოგი ამას გეტყვის და ისინი ჩახშული კომპლექსები და ნევროზი აქედან, მაგრამ რეალურად ასეა. რეალურად ის სიცავის უფლე გზა არის. ერთბაშად სცენარის დააკვირდით. პატარას დათესავდა შენ რო უცბად როგორ გამოატანირებ მაგას ნაყოფს ხელი უნდა შეუწყო და ნელ-ნელა კვირტია ჯერ მე მყვახენაყო ერთბაშად არ დაამწიფო ნუ გახდი ბავშვს ერთბასად პატიოსთან ზოგი ტრაბახო ჩემი შვილი ჭკვიანია ისიც ბიჭ ბავშვს კითხეთ ერთი და მე რამდენიმე წელში ერთდროულად ბავშვსაც არავინ არ ეკითხება რაღაცნაირად მშობელი იცი რა მშობელის ფსიქოლოგია რა მესმის მშობლები რასაც თვითონ უგზავნავდა ვერ მიაღწია რაღაცეებს ვერ მიაღწია რაღაცის გამანღარებიო თუ უნდა რომ თავის შვილს მაგრამ შვილს ხო თავისი პროგრამა აქვს რაღაცა თავისი ის აქვს მიმართულება და მაგას რომ დატვირთავ ყველაფერი მუსიკა სპორტი ინგლისური მათემატიკა და თავის ბავშვობა არჩება ადგილი ბავშვობა გაალა თავისთავად არ ვიცი ახლა მე არ ვამბობ რომ არ უნდა გატაროთ რეჟიმი მაგრამ ცოტა ბავშვსაც კითხოთ და უფრო თავისუფლად და ბავშვის მოთხოვნილებაზე მისადე რა უყვარს რას მაინც და მე ჩემი შვილი დოქტორი და გამოვიდოს ვიქნება არ უნდა დოქტორი იქნება მე თეატრალური მინდა როგორ შეიძლება ეს ზურიკელას მეუბნები რასაბო თეატრალობა სიცხილი იყო მაშინ და არა დოქტორი და გამოვიდეს და არ გამოვიდა დოქტორი არ ვიცი კაცი გამოვიდეს ჯერ ეს